არაიშვიათად მსჯელობთ ამა თუ იმ მოღვაწეზე და უწოდებთ მას უდიდეს ღვთისმეტყველს, დიდ ღვთისმეტყველს, მაგრამ როდესაც დაისმის კითხვა, რას ნიშნავს ეს ღვთისმეტყველებაში უდიდესობა, ღვთისმეტყველებაში სიდიდე, ზოგჯერ შეიძლება პასუხი არ გქონდეს. საქმე ის გახლავთ, რომ საეკლესიო მოძღვრება ერთი უცვალებელი სწავლებაა, გამოცხადებითად მოწოდებული მაცხოვრისგან, ბიბლიური სწავლების საეკლესიო განმარტებით ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებული და ჩამოქნილი, მაგრამ ღვთივ მოწოდებული და არა ადამიანისგან აღმოჩენილი. ანუ ესაა მოძღვრება, რომელშიც არანაირი ორიგინალური, არანაირი კაცთაგან შემატებული რამ სწავლება არ შეიძლება იყოს და ასე დროს თუ ეს ასე როგორ შეიძლება რომ ამა თუ იმ პირ ჩვენ დიდი ღვთისმეტყველის სახელი განვუკუთვნოთ თუ რაიმე ახლის მოპოვება კაცთაგან არ ხდება. ცხადია ჩვენ აქ ყოველთვის ჩვენს გონებაში პარალელს ვავლებთ მაგალითად დიდ პოეტთან, დიდ მწერალთან და აქ სიდიდე ასეთ სფეროებში განისაზღვრება რაღაც სიახლით, რაღაც ორიგინალობით. ამგვარი რამ არათუ გამორიცხულია საეკლესიო მოძღვრებაში, არამედ პირიქით მწვალებლობა და ერესად ითვლება. და ასეთ დროს მაინც როდესაც ვინარჩუნებთ ტერმინს რომ ვინმე არის დიდი ღვთისმეტყველი, ვინმე არის უდიდესი თეოლოგი, აქ ყოველთვის იგულისხმება ერთადერთი რამ. ესა თუ ის პიროვნება ღვთივ განჭვრეტილი იმ კუთხით რომ მას აქვს ძალი, სულიერი ძალი და უნარი რომ ჭეშმარიტება დაიცვას, ღვთის განგებითვე ამა თუ იმ ეპოქაში გამოჩნდება ეკლესიის სამოღვაწეო ასპარეზზე წარმოჩნდება იმ დოგმატის დასაცავად, რომელსაც იმ კონკრეტულ ეპოქაში საფრთხე ექმნება. ანუ ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობა კაცობრივი ნებით არ ხდება საეკლესიო სწავლების მიერ. ესაა ღვთის განგებით, ესაა ხვედრი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს დაეკისრება, ამა თუ იმ მოღვაწეს დაეკისრება, განიჭვრიტება რა ღვთისგან რომ ის დამტევი ამ ხვედრისა, ხოლო ეს ხვედრი გულისხმობს სწორედ მის მოღვაწეობის ჟამს გამოჩინებული რომელიღაც უხთო სწავლების დამხობას და ჭეშმარიტი სწავლების მიწოდებას ერისათვის. ათანასე ალექსანდრიელის დიდი ღვთისმეტყველი ეწოდება, იმიტომ რომ მან დაძლია არიანელობის ერესი, არიანელობა განკაცებული ღმერთის ბუნებით ღმერთობას უარყოფდა და მიიჩნევდა რომ ბუნებითი ღმერთი მხოლოდ მამა ღმერთია და ის ქმნილებად აღიარებდა, არიანელობა ქმნილებად აღიარებდა ძეღმერთს, ამიტომ ძეღმერთის ბუნებითი ღმერთობის დოგმატი ყოვლად ბრწყინვალედ დაიცვა ათანასემ, მას ახალი მოძღვრება კი არ დაუსაბუთებია, არსებული უცვალებელი გამოცხადებითი სწავლება დაიცვა და ამაშია ის უდიდესი ღვთისმეტყველი. ეს დოგმატი განმარტა, რამდენადაც ამის ვალდებულება დაეკისრა მას და ამ დოგმატის საფრთხე იყო მის ჟამს, ეს დოგმატი განმარტა სხვა მამებზე უფრო ცლად. ვალდებულება იყო მის წინაშე. ამგვარადვე მაქსიმე ამხსარებელი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში იმით გამოირჩა და იმით იწოდა უდიდეს ღვთისმეტყველად, რომ განკაცებული ღმერთის ორნებიანობა დაასაბუთა, საპირისპიროდ იმ უხთო ერესისა, რომელიც ერთნებიანობას ასაბუთებდა განკაცებული ღვთისას, მონოთეელიტობის ცნობილი გაუგუღმართება, შემდგომში დაუშვათ წმინდა იოანე დამასკელი, ხატმებრძოლთა წინააღმდეგ ხატაყვანისმის დოგმატს ასაბუთებს და ამითაა ეს დიდი ღვთისმეტყველი და ასე შემდეგ.